მეგობრებო, უნდა გაგიკეთოთ ახლა საერთო გაშლა ესეთი. Ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი და გავიგოთ ვინ ხართ ახლა მისთვის. იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. ცხრიანი ხმალი და გადავარდა მაგი მაღალი არკანი, პირველი მაღალი არკანი. პრინციპში манипуляტორი ხართ, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობაში თქვენი მხრიდან რაღაცას манипуლირებს, რაღაცას მოდი ასე ვთქვათ, თქვენ ხელში აიღეთ ის მოქმედება, იმიტომ რომ 4-ვე მოქმედების უფლება აქ ამ შემთხვევაში მაქვს. ის მოქმედება, ის იარაღი, რომელიც აი ესეთ სტრესებში გაგდებდათ, უძილობაში გაგდებდათ, შეიძლება დეპრესია გქონდათ ამ ურთიერთობაზე ფიქრებით, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი შემზღუდავი ფიქრები არის ურთიერთობაზე, ძალიან ბევრი შეიძლება ხმები, ჭორები, დაუზუსტებელი ინფორმაციით მიღებული სტრესები, ასე ვთქვათ, რომელიც ძილში თუ ძილში გიშლიდათ ხელს თუ საერთოდ ანუ ძალიან დეპრესიაში გაგდებდათ, რაღაცნაირად თქვენ ხელში აიღეთ იარაღი იმისი, რომ მოდი ახლა ჩემი მხრიდან ვიქნები ჩემი ცხოვრების, ასე ვთქვათ, განკარგველი, манипуляტორი და თავს კი არ მოვიხვევ ფიქრებს და სტრესებს და უძილობაში კი არ ჩავარდები, ასე ვთქვათ. რაღაცნაირად ჩემ ცხოვრებას მივხედავ. აი ესეთი ენერგეტიკა გაქვთ, კალოდის ძირში ამოდის პრინცი, თასის, შეიძლება თქვენი პარტნიორი წარმოადგენს ამ შემთხვევაში წყლის სტიქიას, ეს არის თევზები, კიბორჩხალა ან მორიელის ნიშანი, მაგრამ აუცილებელი არ არის საერთო გაშლაში ყოველთვის წყლის სტიქია იყოს, შეიძლება არის პარტნიორი ძალიან მგრძნობიარე, ძალიან ემოციური, ემპათიური, რომანტიკოსი, ბევრი ლაილაის და ასე ვთქვათ თასების და ემოციების გამზიარებელი ტიპაჟი, მაგრამ რეალობაში კარგი საყვარელი, ესე ვიტყოდი, მაგრამ რეალობაში მოქმედების მხრივ ძალიან ოფიციალურად და პასუხისმგებლობით და რამე სერიოზული ნაბიჯებით მოქმედი არასდროს არ არის როგორც წესი წყლის სტიქიის წარმომადგენელი, შეიძლება ასევე ტიპს უყვარდეს ტიპს, გაშლა ორივე სქესისთვის არის, მაგრამ თქვენ თავზე მოერგეთ როცა ვსაუბრობ ერთ სქესზე, შეიძლება ადამიანი იყოს ცოტა დალევის მოყვარულიც, ასე ვთქვათ, ყანწების, სადღეგრძელოების, კეიფების, ესეთი ემოციური ფონის, მოდი ესე ვიტყვი, საერთო გაშლაში. ნახოთ ახლა ვინ ხართ ახლა? მოდი ჯერ გავიგოთ ვინ იყავით მისთვის. და შემდეგ გავიგოთ ვინ ხართ ახლა მისთვის. თუ ატყობთ რომ ენერგეტიკა თქვენია, უყურეთ ბოლომდე, ყველა ვარიანტში ლაიკები არ დაგეზაროთ, ძალიან მინიმალურად აქტიურდებით ბოლო პერიოდში და ძალიან გთხოვთ გააქტიურდეთ, იმიტომ რომ მე თქვენთვის ვრდებ ამ ყველაფერში ენერგიას და დროს და თქვენც უნდა თქვენი მხრიდან ენერგოცვლისთვის ორივე მხრისთვის საჭიროა ეს როგორც თქვენთვის ასევე ჩემთვის. ჩადოთ თქვენი გაზიარება, კომენტარი, ლაიკი და ასე შემდეგ. ორი კარტი ერთად ამოდის. ვინ იყავით მისთვის? იყავით ოქროს შანსი, ცხოვრებისეული, ცხოვრებისგან მიცემული, ასე ვთქვათ, პატარა და ზოგისთვის შეიძლება ძალიან დიდი ჯეკპოტიც კი, რაღაცნაირი კუშივით, რაღაცა მოტივატორი, რაღაცა ფინანსური კარებების გამღები, მიმცემი ენერგეტიკის იმისთვის, რომ მისი ფინანსური წყარო გაიღო თითქოს უფრო იოლად მისდიოდა, მოდი ესე ვიტყოდი, რაღაცა შანსები ცხოვრებისეული, ფინანსური, სამუშაო სფეროსთან დაკავშირებით, რაღაცნაირი სხვა თუ არაფერი, რაღაცა შანსი იყავით მისთვის, იმისთვის, რომ მისი ცხოვრება შეცვლილიყო, სამყაროსგან მიცემული შანსი არის ეს ყოველთვის ტუს პენტაკლი, ეს არის ღირსეული, ასე ვთქვათ, კანდიდატურა, რომელიც, თუ ვერ შეამჩნია, შეიძლება ეს სამყარო საჩუქარი ისე გაიაროს, რომ ვერ მიიღო ეს საჩუქარი, ასე ვთქვათ, ბოდიში ტავტოლოგიისთვის, მაგრამ უნდა შეამჩნიო, ასე ვთქვათ, და შეამჩნია კიდევაც მან თქვენი პერსონაჟი, ასე ვიტყოდი, და მისთვის იყავით რაღაცა ახალი
ნაპირი ახალი აღმოჩენა, ახალი მოგზაურობა, თავგადასავალი, ახალი რაღაცა ისეთი პერიოდი, რომელშიც ის ჩაჯდა თავის ნავში და უნდოდა თქვენთან ერთად, ასე ვთქვათ, ამ ნავში მოგზაურობა და სიარული. მისთვის იყავით პერსონაჟი, ვისთანაც უნდოდა მას ოჯახური სტაბილურობა 10-იან პენტაკლით, ეს არის სტაბილური ოჯახური კავშირი, სტაბილური მყარი კავშირი, მოდი ესე ვიტყვი. ზოგისთვის შეიძლება ოჯახური იყოს, ზოგისთვის უბრალოდ მყარი კავშირი, რომელშიც ორივე მხარე თავისებურად ჩადებს თავის ღვაწლს, ენერგიას, ფინანსს და ყველაფერს იმისთვის, რომ ეს სტაბილურობა და ეს საფუძვლიანი კავშირი შედგეს. მისთვის იყავით 7-იან თასი, ეს არის ემოციები, ეს არის ვარდისფერი სათვალეები, ეს არის პეპლები, რომელიც დაგიფრინავს ამ ადამიანის გვერდზე ყოფნისას, მისი მოწერილი SMS-ისას, მისი შეხედვისას, მისი შეხებისას, მისი ყველანაირი აქტიურობა შენს გვერდზე, როცა შენზე მოქმედებს ისე, რომ აი აღმაფრენაში ხარ და სადღაც მე-9-აზე დაფრინავ, იმიტომ რომ ეს ადამიანი უბრალოდ არსებობს შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყოველი გათენებული დილა რაღაცა სხვანაირი ფერადია ამ ადამიანის გვერდზე. ასეთი ადამიანი იყავით მისთვის. ეხლა ვინ გახდით? რატომ გახდით ამას არ ვკითხულობ, ყველას საერთო გაშლაში გეკნებათ თქვენი ვინ გახდით ეხლა, ვინ ხართ მისთვის ეხლა, რა ენერგიებშია თქვენთან მიმართებაში ეხლა. 6-იან თასიო მიჩვენებენ, ხშირად ადამიანი ნოსტალგიაში ვარდება, იგონებს თქვენ ჩახუტების პერიოდებს, თქვენ ემოციურ პერიოდებს, წყალში არის წყვილი, წყალი არის ეს უზომოდ დიდი ენერგეტიკა და ემოციური ენერგეტიკა, რაც მთავარია, ადამიანს ახსენდება ყოველი გატარებული წუთი და წამი თქვენთან მიმართებაში, ის რას ესაუბრებოდით ერთმანეთს, რა ემოციას უნაწილებდით ერთმანეთს, როგორ მუხტავდით დადებითად ერთმანეთს, მაგრამ არის ეხლა ჟმოტის, ასე ვიტყოდი, ენერგეტიკაში, ეს არის 4-იან პენტაკლი, ეს არის ადამიანი, რომელსაც ჩემია და ხელს არ გაუშვებ ენერგეტიკა აქვს, რომელიც ძუნწია ენერგეტიკის გაზიარებაზე, რას გრძნობს? გრძნობს, რომ რაღაცა ისეთი სიტუაციაა წარმოუდგენელი, რომელშიც უნდა სწრაფი რეაგირება მოახდინოს, ასე ვთქვათ. შეიძლება მისი მეგობარი ყავს გვერდზე, ვინც ემოციურ რაღაცნაირ თანაგრძნობას უწევს, რაღაცას აკვალიანებს, ასე ვთქვათ, რა და როგორ გააკეთოს იმისთვის, რომ აი ამ წარმოუდგენელ უეცარ წყალდიდობაში, ასე ვთქვათ, და წყალდიდობაც არის ემოციური ფონი მისი, წარღვნასავით ემოციური ფონი, რომ არ ჩაიძიროს ეს ნავი და არ წაიღოს მისი ემოციური ფონიდან სამუდამო დეპრესიაში, ასე ვიტყოდი. ადამიანი არის იმპერატორი. იმპერატორი ეს არის ხშირად მეუღლის კარტი, ან არის თქვენი მეუღლე, ყოფილი მეუღლე, შეიძლება ვიღაცის მეუღლე და თქვენი ასე ვთქვათ, კავშირი იყო, ამას არ ვარკვევ ამ ყველაფერში, ასევე შესაძლებელი ადამიანი იყოს უბრალოდ სამუშაო სფეროში თქვენი უფროსი მენეჯერი, ან ვინმე საერთოდ სტატუსურად, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირი, მენეჯერი, ხელმძღვანელი, დირექტორი, წარმოების უფროსი, რაღაცა უფროსობა არის მის ხელში, ან უბრალოდ სხვა დანარჩენისთვის იქნება ადამიანი იმპერატორი, რომელსაც ეგო აქვს ძალიან მაღალზე, რომელიც ასე თავის ტრონს რომელიც ხელში უჭირავს და არჭობს და იტყვის ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, იმიტომ რომ მე ასე მაწყობს, იმიტომ რომ ეგო აქვს მაღალი იმპერატორს, იმიტომ რომ მას არავინ არ უნდა შეეკამათოს და საერთოდ ტიპაჟია ისეთი, რომ მის თვალსაჩინში რაც კი ხვდება სამუშაო პერსონაჟი და პერსონალი იქნება თუ მისი ოჯახის წევრები იქნება თუ მისი საყვარელი ადამიანები იქნება, მას უნდა ექვემდებარებოდნენ და აკეთებდნენ ისე როგორც იმპერატორს სჭირდება და აწყობს რთულ პერიოდს გადიხართ ახლა მანიცის ორივე ერთად, თქვენი პასუხისგებლობები გაქვთ აკიდებული ამ კარტით, ხედავთ თქვენი ოჯახის წინაშე პასუხისგებლობა იქნება თუ საერთოდ ყოველდღიურობის პასუხისგებლობა მანიცის, რომ რთულ გზაზეთ გიხართ ახლა ორივე, უჭირს ამ ადამიანს ამ ყველაფრის ტარება, მაგრამ თქვენთან ერთად მზად არის თითქოს რომ ეს რთული პერიოდი გაიაროს და მიხვიდეთ 9-იან თასზე. 9-იან თასი ეს არის ემოციური პერიოდი, დღესასწაული, ერთად აღნიშნა რაღაცეების, პიკნიკების, რესტორანში სიარული, დასვენება, გასეირნება, ოჯახ
ოჯახის წევრების თუ ნათესავების თუ ახლობლების წრეში, მაგრამ ეს ადამიანი ემოციურად თვლის, რომ თქვენთან ერთად